საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო არსებითი განხილვა საქმის სახელწოდებით გიორგი კეკენაძე პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარე სადავოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონის იმ ნაწილს მიიჩნევს, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახურის ვალდებულება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ და არა ქალებს. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ კანონი დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს თანასწორობის შესახებ. მხარე მოითხოვს, რომ სამხედრო სამსახურის ვალდებულებისგან მამაკაცების გათავისუფლდნენ. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მარტში შევიდა გადაწყვეტილება არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ გამოცხადება. დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის არ მქონე კაცებს ეკისრებათ სამხედრო ვალდებულება, მაშინ როდესაც ამავე კატეგორიის ქალები თავისუფლებიან ამ ვალდებულებისაგან, მოსარჩელეს ეს მიაჩნია დისკრიმინაციულად და ითხოვს სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის არ მქონე კაცებისათვის სამხედრო ვალდებულების გაუქმებას და არაკონსტიტუციურ ცნობას. თავისაგანი არის სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის კონკრეტული ნორმა, რომელიც აწესებს ვალდებულებას მამაკაცთათვის გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური, მაშინ როდესაც ასეთი ვალდებულება არ არის დაწესებული ქალების მიმართ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ასეთი ვალდებულება არც მამაკაცების მიმართ უნდა იყოს დაწესებული.